მოგესალმებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით უკვე საარჩევნო კამპანია და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. მინდა შეგახსენოთ, რომ დღევანდელი მოცემულობით ქართული ოცნების მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა რა თქმა უნდა ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას და უფლებას ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ ერთი უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და მეორე საბოლოოდ გვინდა დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში და სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე. თქვენ იცით, რომ 2012 წელს ქართულმა ოცნებამ ჩააბარა წარსულს არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი შტრიხი იყო, ის ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო, ქართული ოცნება გააკეთებს რა თქმა უნდა ყველაფერს იმისათვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი არემართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ ფაშისტურ თავდასხმას ქართული ოცნების წარმომადგენლებზე. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად ასეთი თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ბექაუდიშარიაზე, ნაცმოძრაობის აქტივისტი იყო, ერთ-ერთი აქტივისტი, ვინმე პაპაშვილი, ასევე ჯანდაცვის მინისტრის მაგალითად თავს დაესხა, ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი NGO-ს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე, პარლამენტარ დაჩიბერაიას დაესხა თავს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე პრეზერვატივებზე ქართული წმინდანების გამოსახვით გაითქვა სახელი და ასე შემდეგ. ასეთი რამდენიმე ინციდენტი იყო სამწუხაროდ. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ ხარს და სამწუხაროდ და ტირაჟირებდნენ კოლექტიური ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები, მედია საშუალებები. სამწუხაროდ მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ანუ ყველა მათი პარტია ერთად 20%-საც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან, რა თქმა უნდა, მოტივირებული, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეესწებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. 26 ოქტომბრის არჩევნებს ფართოდ დააკვირდებიან საერთაშორისო მისიები, საერთაშორისო სათანადო მისიები, მათ უკვე გაეგზავნათ შესაბამისი ოფიციალური მოწვევა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად ისტორიაში ამ მორჩეულთა 90%-ზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მიცემს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით დაითვლება არჩევნების შედეგები, შესაბამისად მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ხარვეზები საარჩევნო პროცესში, რაც არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთის პირისპირ წარსდგება არსებითად ორი პოლიტიკური სუბიექტი, ეს არის ქართული ოცნება და მეორე ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, რომელიც რამდენიმე დისკრედიტირებულ პარტიას აერთიანებს. შესაბამისად 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, ეს იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას შორის, ლიბერალურ ფაშისტსა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის, საქართველოს ბნელ წარსულსა და ქვეყნის ნათელ ევროპულ მომავალს შორის. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ქართული ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი, რომლის მიღწევა მხოლოდ ღირსეული პოლიტიკით, მშვიდობის შენარჩუნებით და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებით არის შესაძლებელი. დიდი მადლობა. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, მე სხვა თემით დავიწყებ თქვენთან კითხვას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე მინდა კითხოთ, რომელმაც დაადასტურა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიება, თქვა, რომ ამ საქმეში ჩართული არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ძალოვანები უკრაინაში დღეს მოღვაწე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები. რასთან გქონდა საქმე, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ დამატებით და რა შეგიძლიათ თქვათ ამასთან დაკავშირებით? და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, არ ვიცი მომეცემა თუ არა კიდე კითხვის საშუალება. კახა წიქარიშვილთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, პრეზიდენტმა ის წარადგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თუმცა მისი დანიშვნა მანუჩარ კაკუჩაშვილის სარჩელი საფუძველზე შეჩერდა. თავდაპირველად წიქარიშვილი ამბობდა, რომ ეს კლანის გავლენა იყო, ანუ სასამართლომ კლანის გავლენით მიიღო გადაწყვეტილება, დღეს პოზიცია შეცვალა და თქვა, რომ ვერ ხედავს ამის უკან კლანს. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? მადლობა. რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არის უაღრესად
შემაშმოთებელი საქმე ეხება ტერორისტულ აქტს, თქვენ იცით რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე იყო ტერორიზმის მუხლითაც აღსული, ისინი მიუთითებდნენ მხოლოდ სხვა მუხლზე და არ მოიხსენიებდნენ ტერორიზმის მუხლს. არის რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია ძალიან შემაშმოთებელი, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში, თქვენ ხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა ორი ტერორისტული აქტი, ერთი სლოვაკეთში, მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთი და იგივე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს და ის გამოძიება, რომელიც არის დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები არის აქტუალური. თქვენ გახსოვთ ასევე სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ერთ-ერთ ევროკომისართან, მოგვიანებით ევროკომისარმა თავადვე აღიარა, რომ ქონდა ერთგვარი გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, ანუ მას ქონდა ეს აღიარება, მან რომ გამაფრთხილა ტერაქტთან დაკავშირებით, ამაზე იყო რეალურად საუბარი. მისი მხრიდანაც უბრალოდ მან თქვა, რომ პოლარიზაცია იქნებოდა ის, ვინც ისროდა ტყვიას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პოლარიზაცია ტყვეებს არ ესვრის, ტყვეებს ისვრიან კილერები. გაფრთხილებაც არსებობდა, ეს არ იყო, რა თქმა უნდა, პირადად ევროკომისრის გაფრთხილება, ის გამოიყენეს როგორც ერთგვარი მესენჯერი იმისათვის, რომ მოეწოდებინა შესაბამისი ინფორმაცია ჩვენამდე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის შემაშმოთებელი, ვიღაცებს არ მოწონთ ის პოზიცია, რომელიც უკავია საქართველოს ომთან მიმართებით, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. გასაკვირი არც ის არის, რომ გამოძიების თანახმად ამ ყველაფერში იკვეთება ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების როლი, იმ ადამიანების როლი, რომლებიც დღეს იმყოფებიან ფიზიკურად უკრაინაში. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, უკიდურესად შემაშფოთებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ასეთი აქტების პრევენცია და ამისათვის, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბიზინა ივანიშვილი არის ჩვენი მართველი პარტიის ლიდერი, ის არის საპატიო თავმჯდომარე პოლიტიკური გაერთიანების, ამის მიღმაც თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, როგორია ბიზინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში, მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის, რომ ბიზინა ივანიშვილი იყო ასეთი შესაძლო აქტის ადრესატი და ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ როდესაც ევროკომისრის მხრიდან მოგვაწოდეს ჩვენ კონკრეტული გაფრთხილება ტერაქტთან დაკავშირებით, აქ არ იყო საუბარი კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკოსზე. ეს იყო ზოგადი გაფრთხილება, აქედან გამომდინარე, ადრესატი შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი, ეს არ იყო გაფრთხილება პირადად ჩემს მიმართ. ანუ ჩემს მიმართაც იყო წამოსული ეს გაფრთხილება, მაგრამ გაფრთხილება იყო ზოგადი შინაარსის. შესაბამისად, ის შეიძლება ყოფილიყო მიმართული ნებისმიერ პოლიტიკოსზე საქართველოს ხელისუფლებიდან. რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის ის, რომ პირველ რიგში, როდესაც საუბარია ჩვენი ქვეყნის არაკეთილ მოსურნეებზე, მათთვის ადრესატი არის ბიზინა ივანიშვილი. და პირველ რიგში, სწორედ ბიზინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების გარანტი. რაც ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ ერთი რომ ორმაგ სტანდარტზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. თქვენ გახსოვთ, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებად. თუმცა პარლამენტთან მიმართებით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ, არჩეულიყვნენ თანამდებობის პირები, რაც არის ნონსენსი. ამ ნონსენსის გავრცელებაში სამწუხაროდ ჩართული იყო იგივე ვენეციის კომისია, ჩართული იყო ევროკომისია, სამართლებრივად ეს არის ნონსენსი. ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის NGO-ები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ. ერთი. რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც მე გავეცანი, არის უამრავი დარღვევა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი, მაგრამ დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ, ასე ვთქვათ, დავის განხილვაში.
არის შესაბამისი უწყებები, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს და მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი, თუ ვინმე ექნება სამართლებრივი პრეტენზიები, შეუძლია საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიები გამოხატოს სათანადო ფორმით. ბატონო პრემიერო, საქართველოს თემასთან დაკავშირებით გუშინ გაიმართა ამერიკის კონგრესში მოსმენა. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს საკმაოდ მწვავე შეფასებები გაკეთდა და შეიძლება ის დავყოთ მათ შეფასებები კონგრესმენების დავყოთ რამდენიმე მიმართულებად. ერთი ეს იყო ამერიკასთან ურთიერთობების ასე ვთქვათ დაბლოკვა, შეჩერება, გაყინვა, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების დაბლოკვა და იყო ასევე საუბარი არადემოკრატიულ ქმედებებში გადანაშაულებდათ კონგრესმენები, ასევე კონგრესმენებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნებზე ქართული ხალხი მიიღებს კანონიურ გადაწყვეტილებას. როგორია თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით? ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმენთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს განსხვავებული დღის წესრიგი, ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. თქვენ იცით, რამდენი რამე გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ, რომლებიც გაკეთდა, არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები, რომლებიც განხორციელდა ბოლო კვირების განმავლობაში არის კონტრპროდუქტიული. მე ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ურთიერთობების გადატვირთვა არის თანაბრად საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში და მე იმედი მაქვს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაითქმება, შემხედრი ნაბიჯი გადაითქმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. ბატონო პრემიერო, სალამი. ამ კითხვას გავაგრძელებ და შემდეგ კიდე სამ კითხვას დავსვავ თუ შეიძლება. როდესაც ეს განხილვა მიმდინარეობდა კონგრესში, ძირითადად საუბრის თემა უნდა ყოფილიყო საქართველოს და მოლდოვის მოახლოებული არჩევნები, თუმცა ეს შეხვედრა და ეს საუბარი ძირითადად შეეხო მაინც გამჭვირვალობის შესახებ მიღებულ კანონს. და კიდევ ერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის რუსული კანონი და საქართველოს მიიღო მოკლედ ეს კანონი იმისთვის, რომ შეზღუდოს გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ორგანიზაციების მუშაობა. თქვენთვის ეს განცხადებები რამდენად არის საფუძვლიანი და არგუმენტირებული, როდესაც თქვენ პარტნიორები ასე საუბრობენ? ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ვიტყვი არის უსამართლო. მოლდოვას შევეხები ამ განხილვის დროს თვალსწინები არავის უხსენებია ის, რომ მოლდოვაში მარტო ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიხურა 10-მდე მედია საშუალება. 10-მდე ტელევიზია დაიხურა მოლდოვაში. ეს საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი ამერიკის კონგრესში და სენატში, ხო? არავის არ უხსენებია ის, რომ მოლდოვა დღემდე რჩება DST-ს წევრ სახელმწიფო და ეს რაღაცები არ უხსენებიათ. არავის უხსენებია ის, რომ პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდის კუთხით არის სერიოზული პრობლემები მოლდოვაში. ხო, პრაქტიკულად აღარ არსებობს არც პოლიტიკური პლურალიზმი, არც მედია პლურალიზმი, მოლდოვა რჩება DST-ს წევრად, მაგრამ არავინ ახსენებს ამ ფაქტებს. აქედან ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ ერთი მარტივი დასკვნა. საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ. სხვანაირად ვერავინ ახსნის იმას, თუ რატომ არ საუბრობენ მოლდოვაში არსებულ პრობლემებზე. ხო, როდესაც 10-მდე მარტო სატელევიზიო მედია საშუალება იხურება ერთ ქვეყანაში და ამაზე არავინ საუბრობს. ხო, აქ ჩანს აშკარად მიგერძოება და ორმაგი სტანდარტი, როცა პოლიტიკური პლურალიზმი პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანაში. აქაც ხო ჩანს ორმაგი სტანდარტი, როცა ამაზე არავინ საუბრობს. DST-ს წევრად როცა რჩება მოლდოვა და იქ არ საუბრობენ რაც ევროპული კურსიდან გადახვევაზე. ხო, აქაც ხო ჩანს ორმაგი სტანდარტი. აქედან გამომდინარე ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. მთავარია, რომ საბოლოო ჯამში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით და ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ მიღწეულ იქნას გადატვირთვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრი შეცვლა არ შეგვიძლია
გადატვირთვის თვალსაზრისით ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილინება და იქნება შემოხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში რეალურად ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. შემდეგ კითხვას დავსვათ, თუ შეიძლება მოკლედ ოპოზიციის გეგმები წინასაარჩევნო კამპანიაში არიან აქტიურად შესული და აი ბოლო ესეთი შერწყმა და გაერთიანება გუშინ ვიხილეთ დღის ბოლოს ლელო შეუერთდა ალეკო ელისაშვილი და შემდეგ გამოხმაურებებიც ვიხილეთ მათ შეახსენეს არაერთხელ რა ურთიერთობა ჰქონდათ წარსულში შეფასებები საკმაოდ მწვავე ერთმანეთის მიმართ და ჩვენ თოქ-შოუშიც ყველას მახსოვს ალბათ როგორ ისინი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს რას ნიშნავს აი ეს ყველაფერი და რა რესურსი აქვს ზოგადად აი ასეთ გაერთიანებებს მათი წარსული ურთიერთობიდან გამომდინარე მე ვახშეს და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანები პოლიტიკოსები ოპოზიციონერები არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში ანუ არიან პოლიტიკოსები რომლებიც ერთმანეთს განსხვავდნენ უშვერი სიტყვებით ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არაეთიკურიც იყო, სხვადასხვა თვალსაზრისით და დღეს ეს პოლიტიკოსები არიან ერთად, ხო? ეს არის იგივე ხაზარაძე და გახარი, ეს არის ხაზარაძე და ელისაშვილი, ეს არის ზურაბიშვილი და გვარამია და ასე შემდეგ, ხო? ეს ადამიანები დღეს არიან ერთად, მაშინ როდესაც ერთმანეთს აფასებდნენ უკიდურესი სიტყვებით წარსულში. Რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ესეთ ადამიანთან, რომელსაც ლანძღავდი მანამდე უშვერი სიტყვებით, თუმცა მათ უწევთ ამ მორალური ზღვის გადალახვა ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისინი იღებენ დაკვეთას, დავალებას და მოქმედებენ სწორედ ამ დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად. ისინი რო იყვნენ დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებში, რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებდნენ. ნუ რაც შეეხება ლელოს და ელისაშვილის გაერთიანებას, ეს უბრალოდ სერიოზული არ არის რეალურად არანაირი კონფიგურაციის პირობებში მათ არ აქვთ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი. და ერთიც უნდა გითხრათ ასევე ოპოზიციასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკა მათი განცხადებები გვახსოვს ისინი ითხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით თუმცა აი ბოლოს იყო ნიკა გვარამიას პოზიცია ასევე გიორგი ვაშაძის განცხადების ფორმაც და შინაარსიც შეიცვალა ამ თვალსაზრისით, თუმცა აი მაგალითად თუ არ ვცდები, პარლამენტში ჯერ კიდევ არის ლელოს ინიციატივა და კანონპროექტი საქართველოს დაცვის აქტთან დაკავშირებით. ანუ ერთის მხრივ მათი შეცვლილი პოზიციები და მეორეს მხრივ აი ეს სამართლებრივი ნაბიჯები მათი მხრიდან, ანუ პარლამენტში დაინიცირებული წინადადება და კანონპროექტები ძალაში რჩება. რას ნიშნავს მათი მხრიდან აი ეს შეცვლა პოზიციების? Ну, ოღონდ 2-3% დაემატოთ კოლექტიური ნაცმოძრაობა მზად არის გახდეს წყალებში პრორუსული. თქვენ გახსოვთ რა მომენტში გამოგვაცხადეს ჩვენ პრორუსულ ძალად, ხო? ეს იყო 2022 წლის თებერვლის ბოლო, მარტის დასაწყისი და ამ, ასე ვთქვათ, შეფასების საბაბი გახდა ჩვენი ორი გადაწყვეტილება. ერთი იყო ის, რომ სანქციები არ დაუწესეთ რუსეთის ფედერაციას და ამის ახსნა ერთხელ მოისმინეთ, რატომაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მეორე იყო ის, რომ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. ამ ორი გადაწყვეტილების გამო ქართული ოსნება გამოცხადდა პრორუსულ პოლიტიკურ ძალად. მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლებამ ამ ორი მიზეზით, ამ ორი კონკრეტული მიზეზით გაიწვია ელჩი საქართველოსთან და ესეც გახდა ოპოზიციის უკიდურესი შეშფოთების საგანი. მაშინ არავის არ უთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო უსამართლო. პირიქით, ყველა მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც იყო მიმართული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, მიზეზი იყო ორი, საბაბი უпроსორად. სანქციების არ დაწესება და მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა. თელმა ოპოზიციამ მხარი დაუჭირა უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება საელჩის გაწევასთან დაკავშირებით, რომელიც ეფუძნებოდა ორ საბაბს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სანქციების არ დაწესება და მებრძოლი მოხალისეების არ გაგზავნა. ნუ ეს ყველაფერი ხო ინახება
თანამედროვე ტექნოლოგიები არსებობს არქივები, ყველაფერი ინახება, როგორ უჭერდნენ ხარს ისინი სანქციების დაწესებას და შესაბამისად ქართული ეკონომიკის ჩამოქცევას, როგორ ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, ამ ყველაფერს ინახავს არქივი. აქედან გამომდინარე, მათი ყალბი რიტორიკა, რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიყიდება, ქართულ საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი ახსოვს არქივს და აქედან გამომდინარე, ეს ყალბი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება წარმატებული. გამარჯობა. მე მექნება კითხვა კონგრესთან დაკავშირებით, თქვენ უკვე ბევრი საუბრეთ, უბრალოდ მაინტერესებს რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რა ნაბიჯები შეიძლება იყოს შემდგომ გადადგმული, იმიტომ რომ მოვისმინეთ განცხადებები, რომ მათ შორის იქნება სანქციები, გარკვეული სახის შეზღუდვები, ჩვენ უკვე ვნახეთ რიგი ქმედებები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ევროკავშირის მხრიდან. რა ნაბიჯებს ელოდებით გაგრძელება, რა შეიძლება იყოს და შემდგომ მეორე კითხვას დავასუსტებ. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველოდებით პრაგმატულ ნაბიჯებს, სამართლიან და სწორ ნაბიჯებს საქართველოს მიმართ, იმედი გვაქვს, რომ შეწყდება თავდასხმები საქართველოსზე, ისეთი თავდასხმები, როგორც მათ შორის გუშინ მოვისმინეთ, ეს შედის თანაბრად კიდევ ერთხელ ვიტყვი საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. თუ იქნება სამართლიანი მიდგომა, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება ის გარდატეხა ურთიერთობებში, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მათ შორის მნიშვნელოვანია იმ აბსოლუტურად გაუგებარი აქტების უკან გახმობა, რომელიც მიიღო ამერიკის ხელისუფლებამ იგივე სავიზო შეზღუდვების სახით და ასე შემდეგ, რომელიც უკავშირდებოდა ჯერ სასამართლო ხელისუფლებას, შემდეგ პოლიტიკურ ხელისუფლებას, აღმასრულებელ ხელისუფლებას და ასე შემდეგ. ურთიერთობების გადატვირთვისთვის პირველ რიგში არის აუცილებელი სამართლიანობა ურთიერთობებში და ჩვენ ველოდებით ასეთ შემთხვევით ნაბიჯებს ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი გადადგმული იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, თავარია რომ მხოლოდ შემხვედრი ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდანაც. რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მოლოდინებს, რაც არაერთხელ თქვით, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, ჩვენ ველოდებით რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დასრულდება ომი უკრაინაში. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებიან, როგორც თქვა, ვფიქრობთ, რომ უკვე იანვარში შეიძლება ომი დასრულდეს, როგორც კი ომი დასრულდება, როგორც კი რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე შეიძლება მიდგომები საქართველოს მიმართ, ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. აი ამაზე მქონდა ზუსტად ჩაკითხვა, რესპუბლიკელების გამარჯვებაზე საუბრობთ ხოლმე თქვენ, დონალდ ტრამპის გამარჯვებაზე, თუმცა რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ ამის შემდგომ და ამ შედეგის დადგომის შემდგომ გადაიტვირთება ეს ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მაგალითად პოზიციები ჯო უილსონი, რომელიც არის მეგობარი აქტის ინიციატორი, რომელიც არის ტრამპის მხარდამჭერი, მათ შორის ვიცით ტრამპის პოზიციები, იგივე ადრე გაკეთებული განცხადებები ანაკლიის სპორტთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს ტრამპი, როგორ გადაიტვირთება ეს ურთიერთობები, ვინაიდან ეს პოზიციები მათ შორის ვიცით, ხო, მისი მხარდამჭერების მხრიდან. კი, პირველ რიგში ურთიერთობების გადატვირთვა არ არის აპრიორი დამოკიდებული რესპუბლიკელების გამარჯვებაზე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც თქვი, ერთი წუთის წინ, თუ დემოკრატები გაიმარჯვებიან, სავარაუდოდ 1 წელიწადში დასრულდება ომი, თუ რესპუბლიკელები სავარაუდოდ 9 წელიწადში. ორივე შემთხვევაში ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიძლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანუ აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი და ჩვენი იმედები. ორივე შემთხვევაში მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება უფრო ადრე, დასრულდება ომი უკრაინაში, დამშვიდდება ვითარება და შეიძლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიხილავთ აბსოლუტურად სამართლიან დამოკიდებულებას და არა ისეც, როგორცაც ხედავდით გასული 3-4 წლის განმავლობაში, რაც ძალიან სამწუხარო იყო ჩვენთვის. მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც დაიწყება არსებით და თვისებრივად ურთიერთობების გადახედვა. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, ჩემი კოლეგის კითხვას გავაგრძელებ კონგრესმენის განცხადებას და თომას კინის განცხადებასთან დაკავშირებით, ის ასევე რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენს და მან აგენტების კანონის მიღებას უწოდა ქართველი ხალხისთვის სახეში სილის გაწნა, ასევე ბიძინა ივანიშვილს უწოდა დიქტატორი. ამაზე რა პასუხი გექნებათ მაინტერესებს და ასევე მაინტერესებს სხვების განცხადებების პასუხად რა გაქვთ, როდესაც ისინი აცხადებენ, რომ სანქციებზე მუშაობა გაგრძელდება და ეს თანაბრად შეიძლება დაემუქროს როგორც მართულ პარტიას, ასევე ქართულ ხალხს. მადლობა. მე დარწმუნებული ვარ, ვიდრე კონგრესმენმა კინმა გამოაცხადა ქართული კანონი რუსულად, ჯერ წაიკითხა ქართული კანონი ზედმიწევნით, უხლობრივად, მერე წაიკითხა რუსული კანონი, შეადარა დეტალურად ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა შეფასება. ეს რა თქმა უნდა, მცირე ირონია. რეალურად, როდესაც ასეთი, ასე ვთქვათ, ორკესტრირებული
შეფასებები მოვისმინეთ ჩვენ კონგრესში. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პრაგმატული პოზიცია საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ვიხილეთ თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, აბსოლუტურად უსამართლო და თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ არავითარი საფუძველი არ აქვს იმ ეგრეთ წოდებულ კრიტიკას, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ კონგრესში. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ კონკრეტულ ძალებს ჯერ კიდევ აქვთ საქართველოს მიმართ კონკრეტული ინტერესები, ისეთი ინტერესები, რომლებიც არ მიესადაგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში, შესაძლოა 6 თვეშიც უკვე ურთიერთობები სერიოზულად გადაიხედება, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში. მანამდე იქნება განსხვავებული ინტერესები, ეს ინტერესები სამწუხაროდ იქნება აცდენილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი გადაიხედება და მომავალი წლიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება იმ რეალსებს, რომლებსაც ჩვენ ვიყავით მანამდე მიჩეული. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეხლა თუ შეიძლება შალვა პაპუაშვილის განცხადებაზეც გითხავთ, მან თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს არასდროს არ მიუღია დახმარება საფრანგეთიდან და საელჩომ პასუხი გასცა შალვა პაპუაშვილს და წარმოადგინა ის სია დახმარებების, რაც საქართველოს მიიღო საფრანგეთის მთავრობისგან. ამაზე რა შეფასება გაქვთ შალვა პაპუაშვილის განცხადებას? შალვა პაპუაშვილმა რაც განაცხადა, არის აბსოლუტური სიმართლე, პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება ელჩმა თავის განცხადებაში პირდაპირ ახსენა საბიუჯეტო დახმარება, რომელიც საქართველოს არასოდეს მიუღია. და ამაზე პასუხად, როცა არასაბიუჯეტო დახმარების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებ, ეს არ არის სწორი. საბიუჯეტო დახმარება ხაზგასმით იყო ნათქვამი ელჩის განცხადებაში, საბიუჯეტო დახმარება, რაც საქართველოს საფრანგეთიდან არასოდეს მიუღია. აქედან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იყო აბსოლუტური სიმართლე. მოგესალმებით, ბატონო ერეკლე, მე სენატთან დაკავშირებით უნდა კითხოთ, აი უხეირო დიქტატორზე რა პასუხი იქნება, ეს მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილს უწოდეს უხეირო დიქტატორი და როდესაც ამტკიცებთ, რომ მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ურთიერთობების გადატვირთვისთვის საკუთარი ანუ თავი თვითონ უნდა გადადგან ნაბიჯები, არ განახორციელონ ანტიდასალური ქმედებები და რა გარანტიები გაქვთ თქვენ წინასწარ პროგნოზირებთ, როდის დასრულდება ომი, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია გაიმარჯვებს. ანუ რა გაძლევთ ამის ქმნის საფუძველს, რომ აი ომის დასრულების შემდეგ დათბება ურთიერთობები და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ივანიშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ არანაირი კრიტიკა არ წამოვა. პირველ რიგში უხეირო არის თავადის განცხადება, სადაც ეს სიტყვა იყო ნახსენები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არის ერთგვარი ისტერიკა კონკრეტულ ძალებში, რომლებსაც სურდათ საქართველოში მეორე ფრონტი, თუმცა ამას ვერ მიაღწიეს. ჩვენ ძალიან რთული პროცესები გამოვიარეთ. 2020 წლის შემოდგომიდან მოყოლებული იყო რევოლუციის ორი მცდელობა. თქვენ გახსოვთ, რამდენი რამ გააფუჭა ამერიკის წინა ელჩმა, ევროკავშირის წინა ელჩთან ერთად, ხო? ამ პირობებში თუ ვინმე უნდა ზრუნავდეს და თუ ვინმეს ხელი წიფება ურთიერთობების გადატვირთვა, ეს არის სწორედ მეორე მხარე, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა ამ წლების განმავლობაში, 3-4 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, იმ მოსამართლო და არასწორი მიდგომებით, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, შესაბამისად მათ ხელშია ურთიერთობების გადატვირთვა, როდესაც ჩვენ ვხედავთ რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობას NGO-ების პირდაპირი მონაწილეობით. და როცა ამ პირობებში აპროტესტებ NGO-ების გამჭვირვალობას, ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური დასკვნა, რომ ვიღაცას უნდა NGO-ების ხელით მოაწყოს რევოლუციის მესამე მცდელობაც. და ეს საქმე არ უნდა დარჩეს ქართულ საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, იქნებოდა სწორი, სამართლიანი და პრაგმატული, რომ ნაცვლად მუდმივი საუბრისა სხვა თემებზე ჩვენ ვისაუბროთ ურთიერთობების გადატვირთვაზე. და ასევე მინდა გკითხოთ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით, თქვენ კურირებთ ამ საქმეს და გვაინტერესებს, ვინ იქნება საარჩევნო სიაში პირველი ნომერი, თქვენ თუ ირაკლი ღარიბაშვილი მაგალითად, თუ მაგალითად ღარიბაშვილი შეერჩევა საარჩევნო სიის პირველ ნომრად, იქნება თუ არა ის პარლამენტში თავმჯდომარე, ან როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად ირაკლი ღარიბაშვილის როლი მომავალ პარლამენტში, იქნება ის პარლამენტში პარტიაში დარჩება თუ გადაწყვეტილებები არის თუ რამესთან დაკავშირებით მიღებული? ყველა ამ გადაწყვეტილებას იღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ამ ყველაფერს აქვს სათანადო ვადები. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ წინა არჩევნების პრაქტიკა, როდის გაცხადდა მაგალითად საარჩევნო სია. როდესაც ვაცხადებთ ხოლმე საარჩევნო სიას, ამ შემთხვევაშიც მაშინ გამოცხადდება, როგორც ეს
სტანდარტული პრაქტიკა არის ის, რომ სექტემბერში ან შეიძლება ოქტომბერშიც დაიდოს საარჩევნო სია, ქართული ოცნების საარჩევნო სია, აქედან გამომდინარე ინფორმაციას სიასთან დაკავშირებით, მათ შორის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ნომერთან დაკავშირებით მიიღებთ მაშინ, როდესაც სია გამოქვეყნდება. როგორც იყო სტანდარტული პრაქტიკა წინა წლებში, იმ პრაქტიკას გავყვებით. რა თქმა უნდა, მანამდე გაგრძელდება სპეკულაციები ამასთან დაკავშირებით, ვინ არის პირველი ნომერი, მეორე ნომერი, მესამე ნომერი და ამ შემდეგ, თუმცა ეს სპეკულაციები იქნება აბსოლუტურად ხელოვნური. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე არის შალვა ბაბუაშვილი და არავით არის საფუძველი იმისათვის, რომ ეს პოზიცია გადაიხედოს, არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რა თქმა უნდა, ამასაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ შალვა ბაბუაშვილი მე დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იქნება შემდეგ მოწვევაში პარლამენტის თავმჯდომარე. აი, რა შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის როლს, თავდაპირველად ის იყო საარჩევნო, ასე ვთქვათ, იმან ჩაიბარა არჩევნებზე მთავარი თანამდებობა, შტაბის ხელმძღვანელობა, თუმცა შემდეგ ის ჩახსნეს და როგორ არა, როდესაც ის გადადგა, მან თავად თქვა, რომ მე ვიქნებიო საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიო, ყველას კარგად გახსოვს ეს განცხადება. პარტიის თავმჯდომარე, შტაბის უფროსი არის შტაბის უფროსი. შეიძლება იყოს თანხვედრა ამ ორ პოზიციას შორის, მაგრამ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომაც. მაგალითად, მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2017 წლიდან მოყოლებული მე ვიყავი უკლებლივ ყველა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მეკავა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ანუ პარტიის თავმჯდომარე ავტომატურად არნიშნავს იმას, რომ პირი არის შტაბის ხელმძღვანელი, უფრო მეტიც ჩვენი პრაქტიკა არის ისეთი, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო პარტიის თავმჯდომარე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე, ამ სპეკულაციასაც არავითარი საფუძველი არ აქვს. პარტიის თავმჯდომარე არნიშნავს შტაბის ხელმძღვანელს. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი, ჯერ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე 2016 წელს, შემდეგ შტაბის ხელმძღვანელი 2017 წელს, 18-ში, 20-ში, 21-ში. გამომდინარე ამ გამოცდილებიდან გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მე უნდა ყოფილიყავი შტაბის ხელმძღვანელი, არავითარი კავშირი ამას პარტიულ თანამდებობებთან არ აქვს. ღარიბაშვილს სათხედავთ. ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის თავმჯდომარე და შესაბამისად მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია ქართულ ოცნებაში. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, მომავალში რა იქნება, ეს პირადად ირაკლი ღარიბაშვილზეა პირველ რიგში დამოკიდებული და ყველა ერთად ვიმშელებთ ყოველ ჯერზე ნებისმიერ ადამიანთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ სპეკულაციებსაც არავითარი ირაკლი ღარიბაშვილის გადასაწყვეტია, მას სადმო უნდა ყოფნა თუ პარტიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილზეა დამოკიდებული. დანარჩენი გუნდი მშელობს ყველა თემასთან დაკავშირებით ბუნებრივია. ერთსაც კითხავთ ბრიტანეთში თქვენს ვიზიტთან დაკავშირებით. ბლეინჰაიმის სასახლეში, როდესაც თქვენ იყავით, გაავრცელეთ ფოტოები, როგორ ხელს ართმევდით ევროკავშირის ლიდერის სახელმწიფოების მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბორელს, მაკრონს და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს, რატომ არ გქონდათ დახურულ კარს მიღმა შეხვედრები, თუ იყო ასეთი შეხვედრები, რა თქმა უნდა, რატომ არ გახადეთ ეს საჯარო, მაგალითად ტვიტერზე, თქვენ სოციალურ ქსელში და იმ დროს, როდესაც სხვა ასპირანტი ქვეყნები, რომლებთანაც უკვე გაიხსნა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, ეს არის უკრაინა, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მართავდნენ შეხვედრებს, მაგალითად მაია სანდუმ გამართა შეხვედრა როგორც შოლცთან, ასევე მიშელთან, ტუსკთან და ბევრ მაღალჩინოსანთან. თქვენ სად იყავით ამ დროს და რას აკეთებდით იმისთვის, რომ მაგალითად საქართველოს ევროპული მომავლის ლობირება მოგეხდინეთ, როდესაც ვართ ისეთ კრიზისულ მდგომარეობაში, რომ დეკლარირებულად ევროკავშირი გვეუბნება, რომ გაჩერებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ფორმატი ალბათ არიცით როგორია ამ სამიტზე. ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ 20-მდე, მაგათ მე მქონდა იმის საშუალება, რომ 20-მდე პოლიტიკურ ლიდერს გავსაუბრებოდი საკმაოდ ხანგრძლივად ამ სამიტის ფარგლებში. და ეს არის ის მოცემულობა, რომელიც სად გაესაუბრეთ? დერეფანში სამიტის დაწყების წინ თუ სად? სამიტი სხვადასხვა ფორმით. ეს არის ბევრად უფრო ეფექტური ფორმა კომუნიკაციის, ვიდრე ის, რომ როდესაც საუბარია მაგალითად სანდუს შეხვედრებზე, აბა სად გაიმართა ეს შეხვედრები? შეხვედრებიც გაიმართა ეგრეთ წოდებულ ბუფეტში, სადაც ხდებოდნენ პოლიტიკოსები და საუბრობდნენ ისინი 5 წუთის თქვენ ბუფეტში რატომ არ გამართეთ შეხვედრა? სწორედ ბუფეტშიც ჰქონდა და გარეთაც ჰქონდა და შიგნითაც ყველგან ჰქონდა ეს შეხვედრები 20-მდე პოლიტიკურ ლიდერთან. აქედან გამომდინარე, ამ სპეკულაციებს არავითარი აი, ვინ არიან ეს პოლიტიკური ლიდერები? ანუ რატომ არ გამოაქვეყნებთ ინფორმაცია? ევროკავშირის ვებგვერდზე სხვათა შორის არ იძებნებოდა თქვენი სახელი და გვარიც არ ჩანდა, არც ფოტო არ იყო, რომ შეხვდით ევროკავშირის ლიდერებს, მიუხედავად იმისა, რომ სანდუსთან მაგალითად ასეთი ფოტოები არსებობს. ეს შემიძლია ჩამოთვალო ლიდერები, მათ შორის ევროკავშირის მიმართულებით, ვისთანაც ჰქონდა გასაუბრების, იგივე ბორელთან ჰქონდა
გასაუბრების საშუალება, ყველაფერთან დაკავშირებით საუბრის საშუალება, საინტერესო საუბარი იყო სხვათა შორის, მისგანაც ძალიან საინტერესო მესიჯები მოვისმინე, რასაც ვერ გავახმოვანებ გამომდინარე იქიდან, რომ კონფიდენციალურობა უნდა დავიცვათ. იყო არაერთი პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელთანაც ჰქონდა გასაუბრების საშუალება გვერდზე, მეჯდა პრეზიდენტი მაკრონი, რომელთანაც ჰქონდა ასევე საუბრის საშუალება, აქტიურად გამოვიყენა ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვესაუბროთ. ბატონო? რა გარანტიები მიიღეთ თქვენ აი ევროკავშირის ლიდერებისგან? მე ნახე საერთო სურათი, რომელიც მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გაუგებრობები იყო და არის დროებითი და როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე დასრულდება ეს გაუგებრობებიც. ამის თქმის საშუალებას მაძლევს მათ შორის ის განწყობა, რომელიც დავინახე ამ სამიце ევროპელი ლიდერების მხრიდან. ოქტომბერში გაგვიხსნიან მოლაპარაკებებს, აი ეს გარანტიები მიიღეთ? მაგას მე ვერ გეტყვით, ეს არის ევროკავშირის გადასაწყვეტი. მე მაქვს იმედი, რომ ქართულ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. საქართველოს მთავრობას? არა, მე იმედი მაქვს, რომ ეს ხო არის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ქართველი ხალხის მიმართ, ხო? ასე იყო კანდიდატის სტატუსი, ხო? ანუ კანდიდატის სტატუსი ხო ქართულ ხალხს მიანიჭეს. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ხალხს არ ეტყვიან უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. თუ სხვანაირად მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ქართული ხალხის მიმართ არის არასწორი დამოკიდებულება. ნუ ზოგადად თქვენ ხედავთ რა ვითარებაა, ხო? არის სერიოზული უსამართლობა. ხედავთ მაგალითად მოლდოვა კიდევ ერთხელ ეს წევრი ქვეყანა, ნული პოლიტიკური პლურალიზმი, ნული მედია პლურალიზმი, სერიოზული პრობლემები დემოკრატიის კუთხით, კორუფციის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. ასე დროს მოლდოვას აქვს კანდიდატის სტატუსი, უბრალოდ მოლაპარაკებები გახსნილი და ჩვენ არა. ეს არის სრული უსამართლობა, ხო? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ქონდეს და ახსნა ამ უსამართლობას, ეს არის განსხვავებული ინტერესები. ამიტომ ამბობ, როგორც კი ინტერესები შეიძლება, მაშინვე შეიძლება მიდგომებიც საქართველოს მიმართ და მაშინვე გაიხსნება მოლაპარაკებიც. მადლობა. ბატონო ირაკლი, ერთი კონკრეტულ პროექტზე მაქვს კითხვა. მიწისქვეშა გასაცავის მშენებლობას დაახლოებით 10 წელია პირდება ქართული ოცნების ხელისუფლება, ირაკლი კალაძის, მამუკა ბახტაძის, ირაკლი ღარიბაშვილის, ნათია თურნაოს განცხადებები არსებობს ამაზე. და აი საარჩევნო პროგრამაში 2020 წლის წერია, რომ 2024 წელს უნდა დასრულდეს. ნუ არ აშენდა ეს გასაცავი. თვლით თუ არა, რომ ეს არის შეუსრულებელი დაპირება და რამე ალტერნატივა არის, ან აპირებს თუ არა ამ გასაცავის მშენებლობის დასრულებას? პერიოდულად პრიორიტეტები რა თქმა უნდა იცვლება, ჩვენ ენერგეტიკის მიმართულებით ზოგადად ქონდა ძალიან სერიოზული წინსვლა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ ახალ საარჩევნო პროგრამაშიც ენერგეტიკასთან ეთობა განსაკუთრებული ყურადღება. ერთ-ერთი მთავარი თემა სხვათა შორის რაც ინგლისის სამიძე იყო განხილული, იყო სწორედ ენერგეტიკული დაკავშირებადობა და სადაც გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული როლი და განსაკუთრებული პერსპექტივა, ამაზე საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები და შესაბამისი ჩანაწერი მოხდა მათ შორის სამიტის ოფიციალურ დოკუმენტში, სადაც საქართველოს როლი აზერბაიჯანთან და უკრაინასთან ერთად არის ცალკე გამოკვეთილი. აქედან გამომდინარე ჩვენ 4 წელი აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი ენერგეტიკული რესურსები გავაძლიეროთ, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით, მაგრამ არა მარტო. ჩვენი ერთ-ერთი ამბიციური ამოცანაა, რომ იგივე ელექტროენერგიის კუთხით 2030 წლისთვის წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას. იგივე გაზის კუთხითაც არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენს პროგრამაში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კონკრეტული პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ მთავარია ის, რომ ჩვენ აქტიურად ზრუნავთ ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებაზე და რა თქმა უნდა ეს ზრუნვა გაგრძელდება და აისახება 4 წლიან საარჩევნო პროგრამაშიც. მათ შორის რაც შეეხება კონკრეტულ გასაცავს, ამაზეც გვექნება სერიოზული მსჯელობა, პერსპექტივები როგორია, პრიორიტეტები როგორია და მის მიხედვით ვიმშელებთ ახალ პროგრამაში შესაბამისი პროექტების მოხდრასთან დაკავშირებით. გამოდის თუ არა, რომ ეს შეუსრულებელი დაპირებაა? არა, როცა პრიორიტეტები, თუ კონკრეტულ დაპირებამდე დავალა, შეიძლება ყველაფერი ითქვას, მაგრამ პრიორიტეტების გადახედვა 4 წლის განმავლობაში ეს არის ნორმალური მოვლენა. შეიძლება ეს პრიორიტეტი არ შესრულდა, მაგრამ შესრულდა ისეთი პროექტი, რომელიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული საარჩევნო პროგრამაში. ანუ პრიორიტეტების გადათამაშება არის ჩვეულებრივი მოვლენა, ნებისმიერი სახელმწიფო აკეთებს ამას 4 წლიან პერსპექტივაში. და აი დაზუსტება, ანუ ამ გასაცავზე უარი თქვა ხელისუფლებამ. ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ საარჩევნო პროგრამაზე დაწყებული გვაქვს უკვე აქტიური მსჯელობა, ოქტომბერში წარვადგენთ ამ საარჩევნო პროგრამას და პრიორიტეტების მიხედვით ესათვის პროექტი მოხდება ან არ მოხდება პროგრამაში, კონკრეტულად გასაცავს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებას იქნება ინფორმაცია. ბატონ პრემიერ, არა, თუ შეიძლება რა. დე.
ჩართულია ხო ახლა? გამარჯობა. სამწუხაროდ ლონდონში არ შედგა ჩვენი რაღაც ინტერვიუ გვინდოდა, მაგრამ აი აქ ვისარგებლობდი პატარა შეკითხვას დაგისმებთ სხვა თემაზე. მე მაინტერესებს არჩევნების პერიოდი, ანუ გასაგებია რომ თქვენი აზრით ქართული ოცნების და ასევე მესი ამომრჩევლის მე რომ ვესაუბრები ამომრჩევლსაც დისკრედიტირებულია ოპოზიცია და თქვენ ფიქრობთ რომ არ არის ხალხი თქვენი ოპოზიცია, ხო? ნუ მოკლედ არ აღიქვამთ როგორც ღირსეულ ოპოზიცია და ეს გავიგეთ, ბევრი წელია გვესმის. მაშინ თქვენი აზრით, აი მაინტერესებს ქართული ოცნების აზრით ვინ არის მაშინ ის ოპოზიცია ამ პატარა ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება წარმოადგინოს ოპოზიცია, ხო, იმიტომ რომ ხო არ უცხოელები ხო არ ჩამოვლენ და სხვა ხალხი ხო არ გაჩნდება ახლა უცოდ, რომელიც გაჩნდება ოპოზიციას, იმიტომ რომ ველი სხვა არ არის. და უბრალოდ გაგახსენოთ, რომ როდესაც ქართული ოცნება მოდიოდა ხელისუფლებაში, ზუსტად ძველმა ოპოზიციამ მოახდინა ფორმირება და მე ახლები დაემატეთ თქვენ, ანუ თაობა წამოხვედით, იმიტომ რომ 2011-ში თქვენ ალბათ არ იყავით არ წარმოადგენდით მაშინ წევრს იმისი, ხო? ანუ მე იმის თქვა მინდა, რომ თქვენი აზრით ვინ არის, ან როგორი უნდა იყოს ოპოზიცია, რომ ჩაითვალოს ღირსეულად. აი ძალიან საინტერესოა. 2012 წელს რეალურად სხვა რამ მოხდა, 2012 წელს ბიძინეევანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, რომელსაც ჰქონდა ძალიან მყარი წარსული, სუფთა და მყარი წარსული, მათ შორის უამრავი საქველმოქმედო პროექტი ჰქონდა განხორციელებული და ეს ხო ბიძინეევანიშვილის მიერ განხორციელებული ცვლილება, ხო, როგორი იყო ამ ცვლილებებში იგივე რესპუბლიკელების ფორუმის და შემდეგ ცვლილები, კარგად მოგეხსენებათ, ხო ეს ხო აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი რეალურად ცვლილებები უზრუნველყო 2012 წელს პირადად ბიძინეევანიშვილმა, რომელსაც ზურგს უმაგრებდა მყარი და სუფთა წარსული. თუ ვინმე გამოჩნდება ქართულ პოლიტიკაში ასეთივე მყარი და სუფთა წარსულით, ეტავ გამოჩნდეს, მაგრამ თქვენ ხედავთ როგორია პოლიტიკური სპექტრი, ხო? ანუ რეალურად ეს არის ის ნაცმოძრაობა, პოლიტიკური პარტია ნაცმოძრაობა, ეს არის მეორე ნაცმოძრაობა, სადაც შედიან გვარამია, მელია, ჩაფარიძე, ხოშტარია, ანუ ყველა არის ნაცმოძრაობა აბსოლუტურად, ანუ პარტიის ყოფილი წევრები არიან და კოლექტიური ნაცმოძრაობის დღევანდელი წევრები. ეს არის ხაზარაძე, რომელიც რით იყო დაკავებული ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კარგად მოგეხსენებათ, გაგახსენებთ იგივე კონსტანტას საქმეს, გაგახსენებთ ელიტ ელექტრონიკის საქმეს, მაგნატის საქმეს და ასე შემდეგ, ხო? ერთად იყვნენ ბიზნესების დალაგებით დაკავებული, ხო? ანუ ხაზარაძეც და ნუ გახარია რა პროცესებში აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ესეც კარგად აინახა მე მგონი ქართულმა საზოგადოებამ, ხო? ნუ ბევრი არის ევროპული საქართველო, ესეც ნაციონალები, ანუ ყველაფერი ტრიალებს კოლექტიური ნაცმოძრაობის გარშემო და ამასაც ერთი მიზეზი აქვს, სინამდვილეში ეს ადამიანები ყველა ერთად არიან აგენტურა და ხელოვნურად ხდება პოლიტიკაში მათი შენარჩუნება, რაც არის ძალიან სამწუხარო. ანუ ჩვენ ტრიალებთ ამ ჩაგედელ წრეზე, რაც ძალიან ცუდია, სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ მაქსიმალურად მაღალი ლეგიტიმაცია, რაზეც საუბრობდით. ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ ის, რომ მოვიგოთ არჩევნები, ჩვენ გვინდა გავარღვიოთ ეს ჩაგედელი წრე, რასაც ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობის ჩაგედელი წრე, რასაც ქვია ლიბერალური ფაშიზმის ჩაგედელი წრე, რასაც ქვია აგენტურის ჩაგედელი წრე. ეს წრე თუ არ გაირღვა, საქართველოში სრულფასოვანი პოლიტიკური სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება. როგორც კი ჩამოშორდება კოლექტიური ნაცმოძრაობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, მაშინვე გააჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ურთიერთობები პოლიტიკურ სისტემაში. ზუსტად ეგ არის დემოკრატიის, მას ახლა ტრამპიც საშინელებები აქვს ჩადენილი, მაგრამ ხო ხედავთ იგებს და იმას არ ამბობენ, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ტრამპსაც თავისი წინა პრეზიდენტობის ისინი აქვს, მაგრამ მე აქ სხვა რამეზე ვლაპარაკობ, ამერიკა და საქართველოს შედარება ძალიან ძნელი აქვს, სხვანაირად მოქმედებს ინსტიტუციები, მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ დემოკრატიის ისა, რომ ხელისუფლებები უნდა შეიცვალოს. გესმიდა? აი ეხლა ჩვენ თუ ამ გზას გავყევით მეთქი და კიდე მე მგონი ამას წინათ იყო რომ კიდე 9 წელი ვიქნებით თუ რაღაც აღარ მახსოვს. ბატონო 12 სომცერი. 9 ხო, გასაგებია. ხო და მაგიტომაც ვამბობ რომ იმიჯი, ქვეყნის იმიჯის მიხედვით მეთქი, რამდენად კარგი იქნება რომ საქართველოში ამ წლიდან მოყოლებული არის ერთი გუნდი. აი ამას ვამბობ, თორე მე თქვენ რასაც ამბობთ. ამას აქვს ერთი მარტივი. ზუსტად ისე ფიქრობს როგორც თქვენ, ამის თქვა მინდა. ერთი რომ არჩევნებში მონაწილეობა ყველა შეუძლია, ეს ერთი საქართველოში. ნუ ტრამპზე კომენტარს არ გავაკეთებ, ერთს რასაც ვიტყვი ტრამპთან დაკავშირებით, ტრამპი იყო ერთ საერთო გვაქვს ჩვენ და დონალდ ტრამპს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ტრამპი იყო ერთადერთი ხელისუფალი
ამერიკის შტატებში, რომლის პირობებშიც ამერიკას არ ქონია ომი და ქართული ოცნებას არის ერთ-ერთი ხელისუფლება 70 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველოს არ ქონია ომი. მე კომენტარს ამასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. რაც შეეხება იმას, რომ ქართული ოცნება 12 წელი ინარჩუნებს ხელისუფლებას და 4 წელი გარანტირებულად შეინარჩუნებს და კიდე მინიმუმ 8 წელი გვაქვს ამბიციები, ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, ხომ? ჩვენ პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს და ქართულ საზოგადოებასაც არ აქვს არავითარი ალტერნატივა. ერთ-ერთი ალტერნატივა, რასაც გვთავაზობენ გარედან, ეს არის გარედან თავისმოხვეული ალტერნატივა, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავს არა მხოლოდ იმის გამეორებას, რასაც ისინი აკეთებდნენ 2004 წლიდან 2012 წლამდე, ნიშნავს იმის გაორმაგებულად გამეორებას და ამაზე მათ ექნება მწვანე შუქი, მათ შორის გარედან იმ ძალებისგან, რომლებიც არიან დღეს არაკეთილ განწყობილი ქართული ოცნების მიმართ. თქვენ გახსოვთ, რომ ისინი გარედან მწვანე შუქის პირობებში ჩადიოდნენ იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩაიდინეს, ხო? ეს იყო პატიმრების წამება, სად იყო მაშინ კრიტიკული განცხადებები, ეს იყო ის, რომ ტერიტორიების 20% ჩააბარეს, სად იყო მაშინ? არა, ამაზე იყო ერთ-ერთი კონდოლიზა რაისმა და მაკინმა თქვეს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, ეს განცხადება იყო, მაგრამ პატიმრების წამებაზე არავითარი არც ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაკეთებულა, ვიდრე არ გახდა საჯარო ის ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა უშუალოდ არჩევნების წინ. წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში საუბრობდნენ იმაზე, რომ პატიმრებს აწამებდნენ, იყო არაადამიანური მოპყრობის წამების სისტემური პრაქტიკა, არც ერთი ხმამაღალი განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. თქვენ იცით, როგორი ბიზნესის რეკეტის პრაქტიკა არსებობდა სისტემური 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით. არც ერთი ხმამაღალი განცხადება არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით. არჩევნების გაყალბება მარტო 2008 წლის მარნეული შედეგები ამოიღეთ. და ნახავთ, როგორი იყო ტოტალური გაყალბება, არც ერთი ხმამაღალი განცხადება. პირიქით 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბჭყალებში გაუправეს ნაცმოძრაობას სწორედ გარედან. ხო, მწვანე შუქი არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე აინთო სწორედ გარედან, რაც იყო ძალიან მძიმე მოვლენა. ნუ სხვა დანაშაულებს აღარ გავყვები, ხო, უამრავი ტელევიზიები ყველა საერთო ეროვნული სატელევიზიო მაუწყებელი მიიტაცეს არც ერთი ხმამაღალი განცხადება ამასთან დაკავშირებით, არც ერთი ხმამაღალი განცხადება. დემოკრატიული უკუსლა, სად იყო დემოკრატიული უკუსლა, იყო სადმე ასეთი განცხადებები? არავითარი. არა კაცო, უცხოურ განცხადებებს ვსაუბრობ. დემოკრატიული უკუსლა ვინმეს უხსენებია, მაშინ დემოკრატიის შუქურა იყო, მაშინ საქართველოს როცა ტელევიზიებს. არა, როცა ტელევიზიებს როგორ გაგადრებთ? როცა არავითარ შემთხვევაში. ამომიღეთ, თქვენ ამომიღეთ განცხადებები, ტექსტები, ამომიღეთ კონგრესის განცხადებები, ამომიღეთ ევროსაბჭოს. არა, ერთსამით. ამომიღეთ თქვენ განცხადებები, სადაც არის საუბარი დემოკრატიულ უკუსლაზე. ერთი განცხადება ამომიღეთ, სადაც არის საუბარი 2004-დან 12 წლის ჩათვლით საქართველოში დემოკრატიულ უკუსლაზე. ერთი განცხადება, მეორე არ მინდა. ვერ ამოიღებთ ასეთ განცხადებას, იმიტომ რომ მაშინ მწვანე შუქი ქონდა ანთებული გარედან იმ სისხლიან რეჟიმს, რომელიც საქართველოში მოქმედებდა. ამიტომ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს, ასე ვთქვათ, უსამართლო მიდგომები. იგივე მოლდოვა რო გავიხსენეთ. ჩვენთვის ეს მხოლოდ სასურველია, თუ გამოჩნდება ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ჯანსაღ კონკურენციას გაუწევს ქართულ ოცნებას, ეს მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ ხელოვნურად ჩაგვტოვებს ჩვენ ამ ჩაკეტილ წრეში, რასაც ქვია ქართული ოცნების და კოლექტიური ნაცმოძრაობის კონკურენცია. ეს არ არის ჯანსაღი მოცემული. ბატონო პრემიერო, ორი კითხვა მექნება და დავასრულოთ მგონი დასრულდა კითხვებიც. პირველი მინდა კითხოთ, თქვენ დაიწყეთ არჩევნებზე საუბრით და თქვით, რომ არიან ძალები, ადამიანები თუ პარტიები, რომლებსაც მშვიდობიანი არჩევნები შეიძლება სულაც არ აწყობდეთ და კონკრეტულ მაგალითებზე ისაუბრეთ. გუშინ ორგანიზაცია ნაბიჯი მოძრაობა თავისუფლებისთვის და ხელოვანების ნაწილი გაერთიანდა ხმების დასაცავად. არის თუ არა ეს იმ ჟანრში, რაზეც თქვენ თავდაპირველად გააკეთეთ აქცენტი და მეორე კითხვა მაქვს ეკონომიკასთან მიმართებაში. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე ქართული ეკონომიკა წინ მიიწევს და ხშირად მოგყავთ მაგალითები საერთაშორისო გავლენიანი გამოცემების თუ რეიტინგების. ამ შემთხვევაში მინდა ისაუბროთ ერთი წლის ეკონომიკურ მაჩვენებელზე, რა არის მთავარი წარმატება ქართული ეკონომიკის ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მადლობა.
Ну, გუშინ დაფუძნდა ორგანიზაცია ნორჩი ნაციონალი, სადაც ისედაც ვიცოდით, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, ანუ ცალკეულ პარტიებში და ახლა ისინი ცალკეულ ორგანიზაციებში და ახლა ისინი გაერთიანეს. აქედან ერთ-ერთი შეგახსენებთ არის ვინმე მანაგაძე, რომელიც აქტიურობდა მთლიან პერიოდის განმავლობაში ნაცმოძრაობის სასარგებლოდ და მან საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა ამორალური, რაც შემდეგ მოიწონეს ნაცმოძრაობის ლიდერებმა, მათ შორის ნაცმოძრაობის კუთვნილი მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, ხო? Ну, ეს აბსოლუტურად ეს ნიშნავს იმას, რომ პავლიკა მოროზოვის, ასე ვთქვათ, მორალური ღირებულებები არის ის, რასაც ეფუძნება დღეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. წარმოიდგინეთ, საკუთარი დედის მიმართ გამოიყენა სიტყვა ამორალური, გაემიჯნა საკუთარ დედას, თქვა რომ თვეები არ ხვდებიო და ეს შემდეგ და ეს მერე მოუწონეს კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებმა, მათ შორის მედია საშუალებების წარმომადგენლებმა. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, თუ რა ღირებულებებზე დგას ლიბერალური ფაშიზმი, რა ღირებულებებზე დგას კოლექტიური ნაცმოძრაობა, რა ღირებულებებზე დგანან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სერიოზული არ არის ეს გაერთიანება, ყველა ისედაც იცოდა, რომ ისინი იყვნენ ნორჩი ნაციონალები და ისინი უბრალოდ მანამდე დაყოფილი იყვნენ რამდენიმე ჯგუფად და დღეს ერთ ჯგუფად გაერთიანდნენ. რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მონაცემები მიმდინარე წელს. ეს ეხება ეკონომიკურ ზრდას, 5 თვის საშუალო მაჩვენებელი არის 9.3%. ივნისშიც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს კიდეც. საბოლოო ჯამში ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ შარშანდელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენოთ მიმდინარე წელს. გარდა ამისა, რაც შეეხება ფისკალურ კონსოლიდაციას, აქაც გვაქვს ძალიან კარგი ვითარება, ინფლაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს მიმდინარე წლის განმავლობაში, გვაქვს საგარეო ვალის მაჩვენებელი, ოპტიმალური, ასე ვთქვათ, ზღვრის ფარგლებში, ყველა პარამეტრით გვართ იმ ფარგლების საბიუჯეტო დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ყველაფერი არის ზღვრების ფარგლებში და მიყვებით, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ფისკალური კონსოლიდაციის მაღალ დონეს და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერმა ასეულობით მილიონი ლარით მოგცა, 9 მილიარდ ლარზე მეტით მოგცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება მიმდინარე წელს. გვაქვს კარგი ტენდენციები, ჩვენთვის თავარია შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები, ზოგადად საზოგადოებისთვის არის თავარი სწორედ ეს, რომ გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა, სოციალური პირობები გაუმჯობესდეს, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს და ამ შემდეგ სამწუხაროდ მთელი დღესასრიგი არის ხოლმე კონცენტრირებული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე. ჩვენი სურვილია, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ მაქსიმალურად გადავერთოთ სხვა დღესასრიგზე, რომელიც არის დაკავშირებული სწორედ ქვეყნის განვითარებასთან, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდის აუცილებლად იქნება გამოყენებული ამისათვის. დიდი მადლობა.